სავარაუდოდ, ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახეთ, რომ Apple-მა ახალი iPhone-ების სერია წარმოადგინა. სტანდარტული iPhone 17, რომელსაც აქვს წინა წლის iPhone 16 დიზაინი, თუმცა როგორც იქნა 6.3 ინჩის ზომის ProMotion ეკრანი 120 Hz-იანი განახლების სიხშირით, უფრო სწრაფი A19 ჩიპი, ახალი 18 მეგაპიქსელიანი selfies კამერა, რომელიც ხოთ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განახლებაა მთელი iPhone-ების სერიაში. და ხო, ისევ ლამაზი და კარგი ფერები, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სტანდარტულ მომხმარებელს ძალიან გააბედნიერებს. შემდეგ iPhone 17 Pro და Pro Max, რომელსაც აქვს განახლებული დიზაინი, რაც შესამჩნევია უკანა კამერების ხარეს, როგორც ამერიკაში მას უწოდებენ კამერა პლატო. აქვს Apple-ის საუკეთესო ჩიპი A19 Pro, გაუმჯობესებული ელემენტი, გაუმჯობესებული კამერების სისტემა და ახალი ფერი, სტაფილოსფერი, რომელზეც უკვე უდიდესი ჰაიპი არის აწეული. აშკარად Apple რაღაცას ძალიან სწორად აკეთებს. და შოუს ვარსკვლავად წოდებული iPhone-ი არის, რომელსაც აქვს უთხელესი კორპუსი, მხოლოდ 5.6 მმ სისქის. თუმცა ფიქრობ, რომ ჩვენთან მაინც სტაფილოსფერი Pro მოდელები იქნებიან ნამდვილი ვარსკვლავები. აგერ ნახეთ თუ არა. ახალი iPhone-ების გაყიდვა საქართველოში ოფიციალურად 26 სექტემბერს იწყება. თქვენ კი რა უნდა გქნათ? გამოიწეროთ არხი, რომ ახალი iPhone-ების დეტალური განხილვები არ გამოგჩნდეთ, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. ეხლა კი ვიდეოს სათაურში აღნიშნულ თემას მივხედოთ და მოდი ჩემ ხელთ არსებული iPhone 16 Pro Max-ი ვნახოთ, როგორ მოვიდა დღემდე და იქნებ ღირდეს კიდეც დღესდღეობით მისი შეძენა. iPhone 16 Pro Max-ი, რა თქმა უნდა, დღესაც შესანიშნავი ფლაგმანია. აქვს 6.19 ინჩიანი ფანტასტიკური ეკრანი, Apple-ის A18 Pro ჩიპი, რომელიც კიდევ რამდენიმე წელი თავისუფლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ iPhone-ებზე ოპერაციული სისტემის განახლების მხარდაჭერა 7 წლის მანძილზე ხდება. რამდენიმე თვიანი გამოყენების შემდეგ, მინდა ელემენტ შევეხო და გითხრათ, რომ მარტიდან მოყოლებული ელემენტის სიცოცხლის უნარიანობა ისევ 100%-ზეა და სტანდარტული გამოყენებისას კვლავ გადასარევად ძლებს. კამერებზე რომ გადავიდეთ, აქვს კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო კამერების სისტემა, რომელიც ჩიპთან ერთად ესეც კიდევ რამდენიმე წელი მშვენივრად მოგემსახურებათ. წინა მოდელებთან შედარებით, 16 Pro სერიას აქვს ცალკე კამერის ღილაკი, რომელსაც რაც არ ვიცი, იყენებთ? მოდი კომენტარებში განვიხილოთ, რამდენად გამოყენებადი იყო თქვენთვის ეს ღილაკი. საერთო პერფორმანსი იდეალურთან მიახლოებულია. რაიმე სახის შეფერხებები ან პრობლემები არ ქონია. ერთადერთი პატარა აღნიშვნა შეიძლება იმსახურებდეს შედარებით დატვირთვის დროს, მაგალითად თამაშის დროს, ცოტათი ცხელდება კორპუსი, თუმცა ისე არა, რომ რამე სერიოზული დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს საკითხი პრინციპში 17 Pro სერიაში მოგვარებული იქნება, რადგან მათ უკვე ახალი გაგრილების სისტემა ექნებათ სახელწოდებით Vapor Chamber, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ურთქლის ოთახი. თუმცა ამაზე მოდი შემდეგ ვიდეოებში ვისაუბროთ, როცა უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ 17 Pro სერიის მოდელებს. რომ შევაჯამოთ, ამ პერიოდის გამოცდილება თუ თქვენთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ iPhone ბოლოს მფლობელები იყოთ და პრინციპში სასურველი ფერი არის შავი, რომელიც 17 Pro სერიას ამ ეტაპზე არ აქვს და რომელიც ჩემთვის პირადად მაინც სასურველ ფერად რჩება. მაშინ 16 Pro და 16 Pro Max-ი გადასარავი არჩევანია. ასევე თუ გაქვთ 14 Pro სერიიდან ან უფრო უკან მოდელები, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ 16 Pro ან Pro Max-ი შესაძლებელია კარგი და საგრძნობი განახლებაც კი იყოს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასტარტო ფასი უფრო მაღალი იქნება 17 Pro-ებს და თუ კარგი ფაზაკლების შეთავაზება შეგხვდებათ 16 Pro-ზე ან Pro Max-ზე, ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას. ასევე მეორად ბაზარსაც გადავხედავდი, იქნებ კიდევ უფრო ნაკლები ბიუჯეტის ფარგლებშიც კი გადააწყდეთ. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა iPhone 16 Pro Max-ის მიმოხილვაში და რა ვიცი, იმედია დაგეხმარათ ეს ვიდეო არჩევანის გაკეთებაში. თქვენ უყურებდით ბეტა ტესტს, არხს, სადაც მიმოვიხილავთ სხვადასხვა მოწყობილობებს და არა მარტო, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში.